შესავალი ვიწყებთ ჩვენს მორიგზუმს. არის სიახლეები, თანაც საკმაოდ საინტერესო. და პირველივე, რასაც მაშინვე ვიტყვი, პროგრამისტების ანგარიში უკვე დავდე ჩატში. შეგიძლიათ მშვიდად შეხვიდეთ, გახსნათ და ნახოთ რა გაკეთდა კვირის განმავლობაში. იქ ნამდვილად ბევრი საქმეა დახურული, ამიტომ ახლა ტექნიკას ხმამაღლა აღარ გავარჩევ. ყველაფერი უკვე წერილობით დევს. ტურნირები და თამაშის სიახლეები დავიწყებ, როგორც ვამბობდი, თამაშით და ტურნირებით. სამწუხაროდ, ტურნირები ისევ ცოტათი გადაიცია. მიზეზი მარტივი და ადამიანურია, პროგრამისტი ავად გახდა. მაღალი სიცხე ქონდა, ან გრიპი იყო, ან ვირუსი და ამ დღეებში უბრალოდ არ უმუშავია. ხოლო ტურნირების ნაწილი სწორედ ის ეტაპია, სადაც თითქმის ყველაფერი მზადაა, ჩვენ უკვე უნდა დაგვეწყო ტესტირება ჩვენი შემადგენლობით, მაგრამ ავადმყოფობის გამო ტესტირება კიდევ ერთხელ ვერ მოვასწარით ვადაში. და აქ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან რამეს, ცუდია, როცა ერთ პროექტს ერთი ადამიანი უყურებს. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ერთ პროექტზე 2-5 ადამიანი გვყავდეს, ამიტომ თითოეულ პროექტზე ერთი პასუხისმგებელი გვყავს. და გამოდის თუ რამე ხდება. პროექტი უბრალოდ იძლება დროში. მაგრამ როგორც შეგვიძლია, ისე ვაგრძელებთ წინ სვლას. ახლა კარგზე. ტურნირების შიგნით ახალ мотиваციაზე. ცოტა ხნის წინ გაჩნდა იდეა და მგონი დავნერგავთ. ტურნირის გამარჯვებულების მომყვანები მიიღებენ 10%-ს იმ ადამიანის მოგებიდან, ვინც მათ მოიყვანეს. და მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვებულის ხარჯზე არ იქნება. ანუ თუ შენს მიერ მოყვანილმა ადამიანმა მაგალითად $500 მოიგო, ის თავის 500 სრულად იღებს, ხოლო შენ დამატებით იღებ $50 როგორც მომყვანი. თუ 10,000 მოიგო, შენ იღებ $1000 და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტურნირია, პირველი, თვიური, ძლიური როლი არ აქვს. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ფაქტობრივად რეფერალური სისტემა ყველგან არის, ხოლო სწორედ ტურნირებში ის არ არსებობდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რადგან ტურნირი ასევე ძლიერი ჩართულობის არხია, იქაც იყოს გასაგები ჯილდო მოწვევისთვის. აქციონერები, ვინც მესენჯერში ჩადოთ ანხა. შემდეგ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ერთი მომენტი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ყველამ არ მოისმინა, ან სწორად არ გაიგო, რომ მერე არ იყოს კითხვები. რატომ ერთთან 100-ია, მეორესთან კი სხვანაირად? ნახეთ, თუ ადამიანი აქციონერია, ან თუ მესენჯერში $100-ზე მეტია ჩადებული, მისი ანგარიში არასდროს ბლოკდება. მაშინაც კი, თუ ის სტრუქტურული პროგრამიდან გადის, კაბინეტი მუშაობას აგრძელებს. მას შეუძლია შევიდეს, შეიტანოს თანხა. გამოიტანოს თანხა, მათ შორის დივიდენდებიც გამოიტანოს. შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო მიმართულებებში. პირობითად დაამატოს ფული მესენჯერზე, ტრეველზე და ასე შემდეგ. სადაც ჭირდება. ამასთან მნიშვნელოვანია ყველა სხვა პროგრამა. გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალე, მას ბუნებრივია დაბლოკილი ექნება. ანუ ის როგორც მონაწილე, არაფერში შედის, სანამ არ დაბრუნდება. მაგრამ თუ მოინდომებს, სტრუქტურულ პროგრამაში ისევ შეუძლია შესვლა. და მაშინ მას ისევ ყველაფერი გაეხსნება. უბრალოდ აიდი უკვე სხვა პრიორიტეტით იქნება, რაც ლოგიკურია, ადამიანი წავიდა და მერე დაბრუნდა. და სწორედ ამიტომ ვიმეორებ ამას, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რატომ აგრძელებს ერთთან კაბინეტი მუშაობას, ხოლო მეორესთან არა. Telegram ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, ტესტები, ციფრები, მასშტაბირება, გაშვება და როგორ მუშაობს ეს რეალურად ახლა კვირის ყველაზე საინტერესო თემაზე. Telegram ხელოვნური ინტელექტი მე უკვე დავაკავშირე მუშაობა დაიწყო და მთლიანობაში სტარტი საკმაოდ კარგი გამოვიდა. ვაჩვენე კაბინეტიც და სტატისტიკაც. ჩანს, რომ უკვე არის გაგზავნილი შეტყობინებები, ჩანს სად პასუხობენ ადამიანები და როგორ ვითარდება დიალოგი. სასწრაფოდ ვიტყვი მნიშვნელოვანს, ეს არ არის რობოტი წერს და მორჩა. მე ვხედავ ყველა მიმოწერას და თუ ხვდები, რომ ადამიანი ცოცხალია და მართლა აინტერესებს, შემიძლია ხელი ჩავერთო. გავაგრძელო დიალოგი უკვე როგორც ადამიანი და მივიყვანო ნორმალურ კომუნიკაციამდე. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ იმ ინტერფეისში, რომელიც ვაჩვენე, ჯერჯერობით მხოლოდ ტექსტია. ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები იქ არ იგზავნება, ამიტომ როცა მჭირდება ადამიანურად ან ხმოვნით. ამას Telegram X-ით ვაკეთებ. ის მაწყობს იმით, რომ იქ ბევრი ანგარიშის შენახვა შემიძლია და სწრაფად გადავრთავ მათ შორის. პირველი ტესტები და ციფრები. სტატისტიკით ვაჩვენე, რომ ანგარიშებმა უკვე მისწერეს ადამიანებს.
მე მქონდა ნაჩვენები 416 შეტყობინება და მიმოწერებიდან ჩანს, რომ ადამიანების ნაწილმა დაიწყო პასუხი და დიალოგი წავიდა. ეს სასწაული არ არის, მაგრამ ეს უკვე რეალური სამუშაოა, რომლის ხელით გაკეთება ასეთ მოცულობაში ძალიან რთულია. მასშტაბირება, RF-SNG პლუს რნიკების ბაზები. შემდეგ ერთ რამეს მივხვდი, რუსეთთან მუშაობა უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ RF-ზე არ გავიჭედო, არამედ პარალელურად გავუშვა მეორე ნაკადიც. SNG-ზე რო შევადარო, სად იქნება უკეთესი გამოხმაურება ამასთან. რუსეთშიც არის ინტერესი. უბრალოდ არა ყველასთან და არა ყოველთვის. ასე გავაკეთე, მე მაქვს 20 ანგარიში და დავყავი ისინი 10 ანგარიში სტარტზე. რუსეთი და 10 ანგარიში SNG-ზე. ბაზების მხრივ კონკრეტიკა ასეთია. რუსეთზე მე მქონდა 866 ნიკი და 423 უკვე დამუშავებულია. SNG-ზე მე შევაგროვე 5453 ნიკი და ეს ნაკადი ცალკე ჩავრთე, რომ დაიწყო ჩატრიალება. ცალკე მნიშვნელოვანი მომენტია, საიდან მოდის ნიკები. მე ვხსნიდი, რომ ნიკების შეგროვება შესაძლებელია ჯგუფებითა და საკვანძო სიტყვებით და შეიძლება ფილტრების დაყენებაც, რომ ავიღოთ აქტიური ადამიანები. ანუ ამოცანა არ არის ხელით, ათასობით ადამიანის ძებნა, არამედ სისტემურად ბაზის შეგროვება და შემდეგ ამ ბაზაზე გაგზავნის გაშვება. ოპტიმიზაცია, რომ ასობით დიალოგში არ ჩავიძირო. როცა მოცულობა იზრდება, ჩნდება პრობლემა ბოტმა მისწერა. ადამიანმა არ უპასუხა. და ასეთი დიალოგები ასობითაა, რომ მე არ ვიჯდე და დრო არ დავხარჯო. გავაკეთე ცალკე გაუმჯობესება. დავწერე სკრიპტი, რომელიც სიიდან აშორებს დიალოგებს, სადაც პასუხი არ არის და ტოვებს მხოლოდ ცოცხლებს, სადაც უკვე არის მიმოწერა. ეს ძალიან ზოგავს დროს, რადგან მაშინ მე მხოლოდ იმ ჩატებს ვხედავ, სადაც რეალურად აქვს აზრი ჩართვას და მუშაობას. ეკონომიკა, რისკები და სისტემის ტვინი. ახლა ფულზე და მდგრადობაზე. კითხეს $15 წდომაზე. აუხსენი. $15 ჩვენი ხელმოწერაა, მაგრამ სისტემას აქვს ხარჯვითი ნაწილი ანგარიშები, პროქსი, პრემიუმი, ტოკენები და ასე შემდეგ. და მე ვთქვი ორიენტირი დაახლოებით 3000 რუბლი თვეში. თითო ანგარიშზე საშუალოდ, შემდეგ უკვე დამოკიდებულია იმაზე, ხვდება თუ არა ანგარიში შეზღუდვებში. და აქ ვეჯახებით რისკებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაზე, ანგარიშების ნაწილი შეიძლება წავიდეს სპამ შეზღუდვებში. ნაწილმა შეიძლება მიიღოს სამუდამო ბანი. ვაჩვენე, რომ მე უკვე 4-5 ანგარიში დამებლოკა, ამიტომაც უშვებ SNG-ს, რომ შევადარო და მხოლოდ რუსეთზე არ ვიყო დამოკიდებული. ცალკე ვაჩვენე, რომ სისტემას აქვს ტვინი, პირველი შეტყობინება და შემდეგ ბევრი პრომპტი, რომელიც ქცევას განსაზღვრავს. ეს დიდი სამუშაოა. პრომპტი ბევრია და აქედან პირდაპირაა დამოკიდებული მიმოწერის ხარისხი. პლუს შესაძლებელია მოდელების არჩევა, თითოეულს თავისი ფასი აქვს შეტყობინებაზე, მე ახლა ავირჩიე ChatGPT 5. 2, რადგან ის უფრო ადეკვატურია და უფრო რთულია მისი ამოცნობა როგორც რობოტის. და ვაჩვენე გაგზავნების სტატისტიკა, დღეების მიხედვით ჩანს, რომ სისტემა რეალურად ყოველდღე აგზავნის შეტყობინებებს და რომ ტემპი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ანგარიში რჩება აქტიური და არ ხვდება შეზღუდვებში. სად მივყავართ ადამიანებს და რისთვის არის ეს ყველაფერი? და ბოლოს, ყველაზე პრაქტიკული. მე ადამიანები ჩვენ სტრუქტურაში მომყავს და შესვლის ლოგიკა არის $15 ხელმოწერა. ეს დიალოგებშიც ჩანს, ადამიანი სვამს კითხვებს, ბოტი პასუხობს, თუ საჭიროა. ცოცხალი. საუბარით ვერთვები მე და შემდეგ მივიყვანთ იმ გაგებამდე, რომ ეს არ არის ფულის დარიგება, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება გამომუშავებაში მათ, ვინც მზად არის იმოქმედოს. და პარალელურად ჩემი მიზანი უფრო ფართოა. მინდა ეს გავაკეთო ცალკე პროდუქტად ჩვენს კაბინეტებში, რომ პარტნიორმა შეძლოს მოვიდეს და თქვას: მე მაქვს ბიზნესი. და მოირგოს რობოტი საკუთარ თავზე, რომ მის ნაცვლად თავაზობდეს და ადამიანებს მოყავდეს, ხოლო პარტნიორი ხელით ჩაერთვება იქ, სადაც ინტერესი უკვე არსებობს. Acquiring-ი და გადახდები. და ახლა იმაზე, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც marketplace-ზე, ისე რუსეთიდან ადამიანების დაკავშირებაზე. იყო კითხვა სამომხმარებლო საზოგადოებაზე. და მე პირდაპირ ვუპასუხე, არა, თქვენ შეგროვება არ გჭირდებათ. ამას კომპანიის მხრიდან მე თვითონ მოვაგვარებ. და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ახლა სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რომ დავაკავშიროთ acquiring-ი და მაშინ რუსეთიდან ბიჭები შეძლებენ გადაიხადონ საკუთარი საბანკო ბარათებით. ვადებზე თქვი,
რომ დღეს ხვალ ვიწყებთ სერვისის ტესტირებას. დაზუსტდა, რომ სერვისი, მგონი, ბელარუსული ან სომხური იყო, ზუსტად ვერ გავიხსენე, მაგრამ იდეა ისაა, რომ ის საშუალებას იძლევა მივიღოთ. გადახდები რუსული ბარათებით და ნორმალურად ვიმუშაოთ. მაგრამ რადგან ეს ფაქტობრივად საბანკო ისტორია არის ერთადერთი სირთულე და ის სავალდებულოა ვერიფიკაცია და KYC, ანუ პასპორტი, დადასტურებები, ყველაფერი როგორც ბანკებშია. მე ცალკეც დავაკონკრეტე, რომ KYC უდრის იცნობდეს შენ კლიენტს. შეიძლება ეს არ მოგწონდეს, მაგრამ ეს საჭიროა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ marketplace-ზე შეძლონ მშვიდად ბარათებით გადახდა როგორც რუსეთში, ისე შემდეგ თელ მსოფლიოში. შემდეგ განიხილებოდა შედარება კრიპტოსთან, acquiring-ზე ბანკი იღებს დაახლოებით 4%-ს, ხოლო კრიპტოზე დანაკარგი ჩვეულებრივ დაახლოებით 1%-ია. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვაა, მაგრამ ლოგიკა ასეთია. ამიტომ კრიპტო უფრო მომგებიანია. მაგრამ acquiring-ი მაინც საჭიროა. რადგან ბევრი ადამიანი არის, ვინც არ იცის ან არ უნდა კრიპტოთ იმუშაობა და მათთვის ბარათით გადახდა უფრო მარტივია. და კიდევ ერთი ტექნიკური მომენტი, რომელიც ჩემთვის ნიშნულოვანი ჩანდა, ამ სისტემაში ტრანზაქციები ისეა მოწყობილი, რომ ბანკი ატარებს მათ, თითქოს თქვენ თვითონ საკუთარ თავს უგზავნით. და ამის გამო არც ბარათი და არც ტრანზაქცია არ იბლოკება. პირველად ვერიფიკაციის გავლა საჭიროა პასპორტი, სელფი და ასე შემდეგ, შემდეგ კი ყველაფერი უკვე უფრო შეუფერხებლად მუშაობს.